თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე ბოლო 5 წლის მანძილზე iPhone Plus-ის ბიზნესის მითვისებას, გაკოტრებას და საკუთარი ბიზნესით ჩანაცვლებას ცდილობდა. მთელი ამ წლების განმავლობაში iPhone Plus-ში არ იცოდნენ ვინ დგამ ყველაფრის უკან, თუმცა ფაქტები დადასტურდა, რომ ეს ვალერიან ცერცვაძეა. გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობით მოსამართლეს არ აქვს უფლება ჰქონდეს ბიზნესი, ვალერიან ცერცვაძე iTechnics ან სხვა ბიზნესს თავის სახელზე ვერ გაიფორმებს. თუმცა ჩვენ გაჩვენებთ იმის მტკიცებულებებს, რომ iPhone Plus-ის მომჩივანი კომპანია iTechnics ვალერიან ცერცვაძეს ეკუთვნის. ვალერიან ცერცვაძის კომპანია iTechnics iPhone Plus სასამართლოში Facebook-ის გვერდის გაუქმებას ედავება. ამ მიზეზით სასამართლომ iPhone Plus 1,5 მილიონი ყადაღა დაადო. iTechnics უხეშად არღვევდა Apple-ის საავტორო უფლებებს და წლების განმავლობაში მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა თითქოს Apple-ის ოფიციალური მაღაზია იყო. რეალურად Facebook გვერდს თავად Facebook-ი აუქმებს, რომლის შტაბინაც კალიფორნიაში, შეერთებულ შტატებში მდებარეობს. ეს დოკუმენტი არის იმის მტკიცებულება, რომ iTechnics Facebook გვერდი თავად Facebook-მა სასაქონლო ნიშნის დარღვევის გამო გააუქმა. რაც იმის დასტურია, რომ iTechnics უხეშად არღვევდა Facebook-ის წესებს. Facebook-მა თვითონ iTechnics გაუქმა გვერდი, მოგეხსენებათ საქართველოში Apple Store არ არსებობს და Facebook-მა ჩათვალა Apple-ის მოთხოვნის საფუძველზე, რომ iTechnics არ ქონდა უფლება იმისი, რომ Apple-ის სამარკო ნიშანი გამოეყენებინა მის Facebook დასახელებაში. უკვე ამ წლის 10 ოქტომბერს ჩვენ დაგვედო ყადაღა 1,600,000 ლარის ოდენობით და კომპანია iTechnics გვედავება, რომ თითქოს ჩვენ ჰაკერული შეტევებით გაუქმეთ გვერდი iTechnics. Facebook-ი გვერდს აუქმეს Facebook-ის წესების დარღვევის შემთხვევაში, გვერდის გაუქმების მნიშვნელოვანი მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევა. განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე უშუალოდ დაკავშირებულია iTechnics-თან. მოსამართლე ცერცვაძემ iTechnics საახალწლო კლუბის გადასაღებად სასამართლოს მანქანა ათხოვა, რითაც კანონი დაარღვია. iTechnics ერთ-ერთ საახალწლო რგოლში სწორედ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანა და მისი პირადი მძღოლია გადაღებული. კიდევ საუბარი იყო, რომ სახელმწიფო მანქანა იყო გამოყენებული სარეკლამო რგოლში. ეს თემაც უკვე ადრეც ითქვა, მაგრამ ეს რამდენად ეს ინფორმაცია ავთენტურია და რამდენად ეფუძნება ნიფტიცებულებებს, ეს ჯერჯერობით არაა ცნობილი. დანიშნული ყავთ დირექტორად ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმა. მინდა გითხრათ, რომ ახლა ეს ადამიანი არის კარგი მოკეიფე, პურისჭამელებს კანცი უნდა ეჭიროს ხელში და ისე ამბობდა სადღეგრძელოებს. ახლა ბიზნესის ახლა მას არაფერი არ გაიგება, ახლა ძალიან დაუგებარ სიტუაციაში და მდგომარეობაში ჩააგდეს ეს ადამიანი. დაუწერენ რაღაც ფურცლებს, გამოდის კითხულობს, თვითონაც არის ის აკითხულობს, რას ლაპარაკობს, თვითონაც არის ის. ესეთ მდგომარეობაში, ესეთ გაუგებრობაში მოაყოლეს. ამოუყო ვალერიან ცერცვაძე მისი ავტომობილი თავისი მძღოლით და სადაც და ამ ავტომობილის საშუალებით გადაიღეს წინა საახალწლო კლიპი. ეს არის სახელმწიფოს ჩვენი ხალხის ჩვენიდან დაქირავებული მანქანა. ეს არ არის მისი პირადი საკუთრება, ეს არის სახელმწიფო მანქანა, რომელსაც იყენებს, რომელიც უნდა გამოიყენოს მხოლოდ სამსახურეობრივად. თეორიულად არ გამოდის ეს კანონდარღვევა, ხო თქვათ ესეც რომ აღმოჩნდეს და ყოფილიყო, რომ ჩემი მანქანა არის. მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ქონების კერძო მიზნებით გამოყენება კანონის დარღვევა არ არის, მაშინ როდესაც კანონმდებლობის თანახმად დარღვევაა, რასაც დამოუკიდებელი იურისტებიც ადასტურებენ. დამოუკიდებელი იურისტი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურისა და ინტერესთა კორუფციის შესახებ კანონი მოსამართლეებზეც ვრცელდება, რომელიც ვალერი ცერცვაძემ დაარღვია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ თანამდებობის პირის მიერ მოხდა სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების არა სამსახურებრივი მიზნებით გამოყენება. ეს არის საჯარო რესურსების აშკარა არამიზნობრივი გამოყენება, თუმცა ამასთან ერთად რაც არანაკლები მნიშვნელოვანი არის ის, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ამგვარი ქმედება მთლიანად ზიანს აყენებს სასამართლოს მიუკერძოებლობას და ავტორიტეტს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის iTechnics-თან კავშირის დამადასტურებელი ერთ-ერთი ფაქტი, ასევე ვალერიან ცერცვაძის პირადი ქონების iTechnics-ის სასარგებლო დატვირთვაა. ბატონო ვალერი, პირდაპირ გეუბნებით, რომ არასდროს არანაირ კავშირში არ ყოფილა ამ ბიზნესთან. დაბეჭდებით შემიძლია გითხრათ, რომ არც კომპანია iTechnics-თან, არც სხვა არანაირ ბიზნესთან მე არასოდეს არც ახლა და არც შეხება არ მქონია. ვალერიან ცერცვაძემ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონდა მაღაზია iTechnics-თან. ვალერიან ცერცვაძის მეუღლე გვანსამი ქუჭაძე iTechnics-ის გენერალური მენეჯერია, ხოლო ვალერიან ცერცვაძის მამა და მისი ცოლის ძმა კომპანიის დამფუძნებელი. ვალერიან ცერცვაძის ქონება იპოთეკით არის დატვირთული iTechnics-ის სასარგებლოდ. მთელი ქონება, მთელი ოჯახის ქონება, მამის ქონება, საკუთარი ქონება, ცოლის ქონება დატვირთული, მეუღლის ქონება დატვირთული აქვს iTechnics-ის სასარგებლოდ. ანუ iTechnics კომპანიის რომ რაიმე ფინანსური პრობლემა შეექმნა, მთელი ოჯახი, დედმამიან, ცოლია, ყველაფერი გაეთჩებიან საერთოდ.
iPhone Plus-ის მიერ გამოაშკარებულ ინფორმაციაზე ვალერიან ცერცვაძის მიერ პირადი ქონების აიტექნიკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით არც აიტექნიკს და არც ვალერიან ცერცვაძეს კომენტარი არ გაუკეთებია. მეტიც აიტექნიკში რამდენჯერმე ჟურნალისტებს დაემალნენ და კარებით ჩაუკეტეს. აიტექნიკში სატელევიზიო კომენტარს უკვე რამდენიმე დღეა არ აკეთებენ. არც ერთ ჟურნალისტს აღარ პასუხობს ვალერიან ცერცვაძე მიუხედავად იმისა, თავიდან სანამდე ჩვენ გამოვარკვევდით ამის ყველა დანაშაულს. ინტერვიუზე აძლევდა ბევრი ინტერვიუა მისი, თუმცა ეხლა დაემალა უკვე ჟურნალისტებს პირდაპირ, არც ერთ ჟურნალისტს აღარ პასუხობს. მაღაზიაში აიტექნიკში კარებები ჩაუკეტეს ჟურნალისტებს აღარ უშვებენ, არც ერთ ჟურნალისტს. რაღა უნდა უთხრან ეხლა რომ მაგრამ ფაქტები გვაქვს უკვე. ხო, ამ მონაწერებია საჯარო რეესტრის პირდაპირ ჩანს რომ მისი ქონება ვალერიან ცერცვაძის მისი მამის ჩადებულია აიტექნიკის სასარგებლოდ და რაღა უნდა თქვან. არ არისო ჩვენიო ეს უნდა თქვან, ეს ტყუილიაო, გაყალბებულია საჯარო რეესტრი, ამას ხო არ ეტყვიან. შესაბამისად, ხო არ ეტყვიან. შეიძლება თქვან ეხლა ყველაფრის თქვა შეუძლიათ, მაგათ სინდისი არ აწუხებთ. მაგათ ყველაფერი შეუძლიათ, რაც გააკეთეს იმის მიერ ეხლა ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდაც როგორმე აქედან გამოწვნენ, მათ ხო არ იცოდნენ რომ ჩვენ ამას გავიგებთ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის მიერ კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საერთაშორისო ორგანიზაცია გამჭვირვალეობა საქართველომ. როგორც განცხადება შეანათქვამი სასამართლოს თავმჯდომარის ქმედება ზიანს აყენებს მთლიან სასამართლოს ავტორიტეტს და მიუკერძოებლობას, რადგან ავლენს სასამართლოს თავმჯდომარის დაინტერესებას მისი სამსახურეობრივი შესაძლებლობების გამოყენებით ხელი შეუწყოს მის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნეს კომპანიის განვითარებას. ეს თავის მხრივ კი საზოგადოებაში აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს მის მიერ საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოყენებას მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებითაც. ისედაც რომ iPhone Plus-ის დისკრედიტაცია მომხდარიყო დიდი ალბათობით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის iPhone Plus-ის მაღაზიებში შესვლა ვალერიან ცერცვაძის მიერ გამიზნული ოპერაცია იყო. ამ გზით მას სავარაუდოდ ბაზარზე უპირატესობის მოპოვება სურდა. შეგახსენეთ, რომ იმ დროს, როდესაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური iPhone Plus-ში შევიდა, iPhone Plus-ისთვის ჯერ არ იყო ცნობილი იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, ვისაც iPhone Plus-ის ბიზნესის დისკრედიტაცია და მითვისება სურდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა iPhone Plus მაღაზიიდან ამოღებული iPhone-ები უკან დაუბრუნა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ტელეფონები არასოდეს ყოფილა ქარხნულად მეორადი და iPhone Plus-ი არასოდეს ეწეოდა მეორადი ტექნიკის რეალიზაციას. ტელეფონების დაბრუნებამ ერთხელ და სამუდამოდ მოსპო სპეკულაციები, ჭორები და სრულ ინფორმაციის გავრცელება iPhone Plus-ის წინააღმდეგ. ვალერიან ცერცვაძე და მისი მეუღლის მეგობრები ავრცელებენ სრულ ინფორმაციებს შექმნის ყალბი გვერდები, Facebook გვერდზე მათ ყურა iPhone Plus-ები, რამდენიმე Apple-ის მომხმარებელთა საზოგადოება, რომელი Apple-ის მომხმარებელთა საზოგადოება არიან ეგენი, თუმცა მთელი გვანცამი ქუჩაძის ვალერიან ცერცვაძის მეუღლეზე საუბარი მთავარი მოსამართლის. ყველა მეგობარი დილიდან საღამომდე ზის აი ამ Facebook-ის გვერდზე და ეწევა ჩვენს ანტიპიარს, ესე ვთქვათ, თითქოს iPhone Plus-ში ყიდეს ტელეფონები და გაუფრთხილდეთ, გაუფრთხილდეთ. ეს გვანცამი ქუჩაძის მეგობრებია ყველა ვალერიან ცერცვაძის ცოლიც და ვალერიან ცერცვაძის მეგობრებიც. ვალერიან ცერცვაძის მხრიდან ბიზნესის წართმევა ახალი არ არის. ერთ-ერთი დაზარალებული რამაზ გაგნიძე ამის თაობაზე მედიასთან ღიად საუბრობს. აღსანიშნავია, რომ 2003 წლამდე სანამ ვალერიან ცერცვაძე მოსამართლე გახდებოდა, არც თვითონ და არც მამამის მურთას ცერცვაძეს არ ჰქონდათ ქონება. ცერცვაძეების ოჯახის წევრებზე საჯარო რეესტრში უამრავი უძრავი ქონება არეგისტრირებული. მათ შორის ჯუქების ხელშეკრულებები, იპოთეკები, ცერცვაძის ოჯახის წევრებისთვის სხვა ფიზიკური პირის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ჩადებული ქონებები. ეს არის ცერცვაძეების ქონების მოკლე ჩამონათვალი, რომელიც ფიქსირდება საჯარო რეესტრში. ვალერიან ცერცვაძემ 2013 წელს საკუთარი უძრავი ქონება 2500 კვადრატული მეტრი იპოთეკით დატვირთვა აიტექნიკის სასარგებლოდ. ვალერიან ცერცვაძემ 2009 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 973 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. ამავე წელს ვალერიან ცერცვაძემ ამავე რაიონში 1094 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება დაარეგისტრირა. 2009 წელს ვალერიან ცერცვაძემ თბილისში ჯანაშიას ქუჩაზე 402 კვადრატული მეტრის შენობა ნაგებობები შეიძინა. 2010 წელს ვალერიან ცერცვაძის სესხის მისაღებად რუსეთში დაბადებულმა ვინმე მანანა შათაშვილმა საკუთარი ქონება იპოთეკით დატვირთა. 2010 წელს ვალერიან ცერცვაძის მამამ მურთას ცერცვაძემ და ვალერიან ცერცვაძის დედამ მარიამ ცერცვაძემ დააარსეს შპს ANG გრუპი სუპერმარკეტი Prime Plus-ი. სადაც პრეისკურანტი, ანუ დირექტორთან გათანაბრებული პირი ვალერიან ცერცვაძის მეუღლე გვანცამი ქუჩაძეა. პარალელურად გვანცამი ქუჩაძე ამ დროს საქალაქო სასამართლოში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა. და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ ჰქონდა უფლება პარალელურად კერძო საქმიანობა ქონოდა. მურთას ცერცვაძემ ხუჩიას ქუჩაზე 91 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება ორჯერ დატვირთა იპოთეკით, პირველად 2010 წელს, მეორედ 2016 წელს.
2013 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ვალერიან ცერცვაძის მამამ მურთაზ ცერცვაძემ და ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმამ ბექარ მიქუჭაძემ შეიძინეს 2760 კვადრატული მეტრი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ კავშირს. 2010 წელს მურთაზ ცერცვაძემ თბილისში ზაქარაიას ქუჩაზე 600 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. ამავე წელს ამავე ქუჩაზე მურთაზ ცერცვაძემ 800 კვადრატული მეტრის უძრავი ქონებაც შეიძინა. 2011 წელს მურთაზ ცერცვაძემ დიდ დიღომში 85 კვადრატული მეტრის ფართი შეიძინა. 2016 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში მურთაზ ცერცვაძემ 7 უძრავი ქონება შეიძინა. 5855 კვადრატული მეტრი, 29000 კვადრატული მეტრი, 1978 კვადრატული მეტრი, 1900 კვადრატული მეტრი, 6000 კვადრატული მეტრი, 70000 კვადრატული მეტრი და 41000 კვადრატული მეტრი. ვალერიან ცერცვაძის მეუღლის გვანცა მიკუჭაძის ბალანსზეა ონის მუნიციპალიტეტში 600 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება. ასევე თბილისში ურიდიას ქუჩაზე ვალერიან ცერცვაძის დედა მარიამ ცერცვაძე 66 კვადრატულ მეტრ უძრავ ქონებას ფლობს. არ მგონია რომ დღეს რომელიმე ჩვენთაგან უცხო ადამიანებმა თუნდაც ახლობლებმა 1000 ან 10000 დოლარიც კი გვასესხონ. არათუ 200000 დოლარი ფაქტობრივად გვაჩუქონ ან იპოთეკაში ჩაგვიდონ საკუთარი ქონებები, ასევე გადმოგიფორმო ბინები, კაპიკებში ან სიმბოლურ ფასად დაგვითმო მიწის ნაკვეთები თუ კომერციული ფართები. საინტერესო რატომ ხდება რომ ვალერიან ცერცვაძის ოჯახი ვალერიან ცერცვაძის სააპელაციო სასამართლოში დანიშნვის შემდეგ ბოლო 10 წელი აგროვებს და აგროვებს ქონებას. არადა ეს ყოფილი ერთი ჩვეულებრივი უბრალო ღარიბი ოჯახი დღეს უკვე იმდენად ძალი ქონების მფლობელი ხდება, რომ შესაძლოა პირველ ათეულშიც კი შევიდნენ საქართველოში სიმდიდრით. მათ შორისაა ფაქტიურად ნაჩუქარი სიმბოლურ ფასებად ხელში ჩაგდებული ქონებები სხვა მოქალაქეებისგან. ადვოკატმა მამუკა ნოსაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის მიერ კანონმდებლობის დარღვევებზე ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ ქრონიკა პლუს. მამუკა ნოსაძე აცხადებს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომლის უპირველესი მოვალეობაც საქმეების განხილვა, ამას არ აკეთებს. მისი წარმოებული საქმე ბუნებაში არ არსებობს. თუმცა ცერცვაძის მოვალეობა სწორედ ეს გახლავთ. ადამიანს, რომელიც ასეთ მაღალ თანამდებობაზეა, არ შეუძლია დეკლარაციას სრულყოფილად შეავსოს და საკმაოდ გულგრილად ეკიდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. 2002 წელს იგი იუსტიციის სამინისტროში ნორმატიული აქტების რეგისტრაციის სამსახურის უფროსად მუშაობდა. ამ წელს მის მიერ საკუთარი ხელით შევსებულ დეკლარაციაში შეცდომით ჩაწერა საკუთარი მამის დაბადების დღე. შემდგომ წლებში შევსებულ დეკლარაციებში ჩაწერილი უამრავი სიყალბე. იქ დედის ბინასთან დაკავშირებით უთითებს, რომ ის შეფასებულია $70000. ასევე უწერია $10000 შეფასებული სახლი გურჯანის რაიონის სოფელ კალაურში, თუმცა შემდგომ დეკლარაციაში დედის ქონებად მითითებული კალაურის ბინას მამის ქონებად აწერს. ვალერი ცერცვაძის მეუღლე გვანცა მიქუჭაძე იყო საჯარო მოხელე და მუშაობდა სასამართლოში, მაგრამ პარალელურად ფარულად სამეწარმოო საქმიანობასაც ეწეოდა. 2011 წელს ცერცვაძის მიერ შევსებულ დეკლარაციაში მას არ შეუტანია ინფორმაცია მშობლების ქონებაზე, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერებით ცნობილი ხდება, რომ 2010 წელს მურთაზ ცერცვაძემ ქალაქ თბილისში ხუჩიას ქუჩაზე ნომერ 15-ში შეიძინა 91 კვადრატული მეტრი ფართი. ეს ქუჩა არის ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილზე და ყველამ კარგად იცის, რომ იქ ფართის შეძენა იაფი არ ღირს. ასევე საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ თავისი ფართი იპოთეკით დატვირთა ვალერიან ცერცვაძის სასარგებლოდ ბანკ რესპუბლიკაში და ამ გზით $200,000 საკრედიტო ხაზი მიიღო. ნებისმიერ ადამიანს ბანკმა სესხი რომ მისცეს, მან უნდა წარმოადგინოს ბიზნეს გეგმა და ჰქონდეს ქონება, რათა ის გამოიყენოს უზრუნველყოფითი ღონისძიებებისთვის. $200,000 საკრედიტო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულება დადებულია ნოტარიუს დავით ოყროშიძესთან. როგორც ჩანს, ცერცვაძის ოჯახს ამ ნოტარიუსთან საკმაოდ ახლობლური ურთიერთობა აქვს, რადგან შემდგომში მათი ყველა ხელშეკრულება თუ იპოთეკა სწორედ ამ ნოტარიუსმა აწარმოა. ოყროშიძემ ოჯახს ბანკ რესპუბლიკაში კიდევ ერთი საკრედიტო ხაზი გაუხსნა, რომელიც ასევე დატვირთულია ერთ-ერთი პიროვნების უძრავი ქონებით. ვალერი ცერცვაძეს ძალიან ბევრი ქონება აქვს შეძენილი მას შემდეგ, რაც სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. სახლები, მიწის ნაკვეთები, სამეწარმოო ფართები. მან ასევე დააარსა შპს ANG გრუპი, სადაც 50% აქვს მურთაზ ცერცვაძეს, მეორე 50% კი მარიამ ცერცვაძეს, ანუ ვალერი ცერცვაძეს მშობლებს. ამ შემდეგ სუპერმარკეტი პრაიმი მურთაზ ცერცვაძემ მიჯარით გადასცა როგორც ფიზიკურმა პირმა, მის მიერვე დაფუძნებულ ფირმას ANG Groups. ანუ მან დადო საკუთარ თავთან თვალთმაქცური გარიგება, თავისი ქონება კვადრატული მეტრი 5 ლარად მიაქირავა საკუთარ თავს. ვალერი ცერცვაძე ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში ადვოკატ დავით ერისთავთან თანამფლობელობაში აქვს 2100 კვადრატული მეტრი მიწის ფართი. ბორჯომის ხეობა საკმაოდ პრესტიჟული ადგილია და იქ სოლიდური თანხა ღირს მიწის ნაკვეთები. თანაც ეს ნაკვეთები მან იპოთეკის ხელშეკრულებით მიიღო ვინმე ხაჩიძისგან, თუმცა ხელშეკრულება ძალიან ბუნდოვანია. 2009 წელს ვალერი ცერცვაძემ თბილისის ცენტრში, ჯანაშიას 21-ში შეიძინა 125 კვადრატული მეტრი მშენებარე ბინა. მშენებარე ბინა 27500 ლარად, ანუ კვადრატული მეტრი $182. ნებისმიერ მაჭკუათ მყოფელმა ადამიანმა იცის, რომ ვერაზე ამ ფაში ბინას ვერ შეიძენს და შავი კარკასიც კი იმ დროისთვის $400-500 ნაკლები არ ღირდა. ფაქტია, რომ ვალერი ცერცვაძემ ამ შემთხვევაში გამოიყენა თანამდებობა, ან მოიტყუა და გადასახაც აარიდა თავი.
2011 წელს სოფელ დიღომში გამოჩნდა მოქალაქეების ჯგუფი, რომელმაც ცერცვაძის სასარგებლოდ იპოთეკაში ჩადეს 2500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი. შემდგომ მასში ცერცვაძემ გადაიხადა 52,000 ამერიკული დოლარი, ანუ კვადრატული მეტრის ფასი გამოდის 21 ამერიკული დოლარი. დიღომში ნაკვეთს არასოდეს ჰქონია ეს ღირებულება, რაც აშკარად შეუსაბამო თანხაა. ალბათ თქვენს დაგაინტერესებ, უცხო ადამიანები რაღა მაინც და მაინც ვალერი ცერცვაძეს უდევენ ბინებსა და ნაკვეთებს იპოთეკური ხაზების გასახსნელად. სწორედ ასეთი ქმედებებით იგდო მან ხელ არაერთი ქონება. ვალერიან ცერცვაძე და მისი მამა მურთა ცერცვაძე ქონების დაგროვებას იწყებს 2003 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა ბატონი ვალერი დაინიშნა თანამდებობაზე, ჯამში მათ დააგროვეს დღის გამორებით 200,000 კვადრატულზე მეტი მიწა აქვთ საქართველოს პრესტიჟულ უბნებსა თუ ადგილებში. გამოდის, რომ იმდენი მიწა ფართები თუ ბინები აქვს დაგროვებული ვალერიან ცერცვაძეს, რომ შეუძლია ადგეს და ძალკე ავტონომიური რესპუბლიკა გამოაცხადოს ჩვენს ქვეყანაში. როგორც ფაქტები დასტურდება, ვალერიან ცერცვაძე არა მხოლოდ დანაშაულს ჩადის, როცა არგოს კანონს, არამედ იგი აგენებს სრულად სასამართლო სისტემას და უკარგავს მას დობას. ნებისმიერ ცივ ქვეყანაში მსგავსი ფაქტების შემდგომ, რაც ვალერიან ცერცვაძემ ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინა, დაწყებული ფინანსური პოლიციის შემოგზავნით, დამთავრებული 1,600,000 ლარის ყადაღით და ჩვენი ბიზნესის გაჩერებით და ფულის მითვისების ცდილობით არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. რადგან ამ ადამიანს თავად არ ყოფნის გონიება და სინდისი, რომ თავად გადადგეს, ჩვენ მოუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროკურატურას, რომ ვალერიან ცერცვაძეს თუ არ დასჯის, დროებით მაინც ჩამოაცილოს თანამდებობას, ვიდრე ჩვენი დავა დასრულდება სასამართლოში მისი ბიზნესის წინააღმდეგ. რადგან როგორც ფაქტებით დაგიდასტურეთ, ვალერიან ცერცვაძის მთელი ქონება აიტექნიკის სასარგებლოთაა დატვირთული იპოთეკით და არის დაინტერესებული მხარე. არის ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან მთავარი მოსამართლე სასამართლოს იგვიჩივის და ჩვენი ბიზნეს და ფულის მითვისებას ცდილობს. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ არ დააკმაყოფილეს აცილება, ჩვენ გვიდოდა, რომ საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გაგრძელებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. იმ პირობებში, როცა მის ქონებას ეკითხება საქმე, იმ შემთხვევაში ჩვენ გავმართდით, რა ზარალიც მოგვაყენა დღემდე, ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს ვალერიან ცერცვაძეს მისი პირადი ქონებით, ანუ დაკარგავს ყველაფერს, იმიტომ რომ მისი ქონება, მამის ქონება, დედის ქონება არის აიტექნიკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული და შესაბამისად ვალერიან ცერცვაძე არ დაუშვებს ჩვენს გამართლებას სასამართლოში. ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც ვალერიან ცერცვაძე ვამხილეთ სიცრუესა და ჩვენი ფულის და ბიზნესის წარქმევის ცდილობაში, იგი სასამართლო თავმჯდომარედ რჩება. რაც აკლინებს სასამართლო იმიჯს, უკარგავს დობას ამ ინსტიტუტს, მიმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პროკურატურას კიდევ ერთხელ სასამართლოს იმიჯის საფრთხეში აქვთ ხო დაუყოვნებლივ ჩამოგვაცილეთ რეკეტიური ბიზნესმენი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე. ვალერიან ცერცვაძის ფულით, სავარაუდოდ მისი ფულით, იმიტომ რომ მისი მამა იყო დამფუძნებელი და მისი ცოლის ძმა და მისი ცოლიც ამ ბიზნესში არიან, თუმცა იგი მაშინაც სასამართლოს თავმჯდომარე იყო და მას არ ჰქონდა უფლება თავად გამოჩენილიყო ბიზნესში და როგორც ეხლა გაირკვა და ეხლა ერკვა პირადად მისი ბიზნესია ეს. თუმცა მაგადა გააფორმა მამამის და ცოლის ძმას და ცოლზე ეს ყველაფერი და თითქოს გაერიდა ამას, მაგრამ რაც მერე მოხდა და რაშიც ჩაერია, რაც ჩარეულიყო, ანუ მისი პირადი ქონებები რომ დატვირთა შემდეგ აიტექნიკის სასარგებლოდ და ჯერ ეხლა მოხსნა რამდენიმე თვის წინ ჩვენთან დავარო დაიწყო იმის გამო რომ თითქოს დაეფარა ეს მისი მონაწილეობა ამ ბიზნესიდან, თუმცა როგორ დააფარავდა ეხლა ეს ხო სირაქლემის პოზიცია გამოვიდა, ხო ეხლა თავი ჩარგო, მაგრამ კუდი ხო რჩება, ანუ ხო დარჩა სამონაწილეებში ეს ისტორია. საჯარო რეჟიმში მივიდეთ, ამოვიდეთ მარტივად არც ეჯერათ, რომ ჩვენ ეგ ინფორმაცია შეიძლება და მოგვეგვინა საჯარო რეჟიმიდან, არის ესეც ფონი, იმიტომ რომ როცა ამოვიდეთ ეს ინფორმაცია თავიდან უარყოს, ეხლა არ ვიცი უარყოფენ თუ არა და ვიზახიან ეს ყალბიაო, მაგრამ ეხლა არ ვიცი თუ იგივე სიტყვიან და გაბედავენ ეხლა საჯარო რეჟიმში სამონაწილეები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და ამოიღოს 15 ლარი ღირს და ყალბი რო ვერ იქნება ალბათ ყველანი მეთანხმებით ეს არის ხელშეკრულება ბანკსა და ვალერიან ცერცვაძეს შორის და ახლა ესეთი რაღაც დაბრალდება მოგესწრებით სამართლის დანაშაული იქნება და რა თქმა უნდა ესეც არ არის და თუ ვიღაცამ გააყალბა საჯარო რეჟიმში ალბათ ხელი საჯარო რეჟიმში და ფაქტია ვალერიან ცერცვაძე თავდაპირველად უარყოფდა მის კავშირებს აიტექნიკთან, თუმცა iPhone Plus-ის მიერ გამოვლენილი მტკიცებულებების შემდეგ მათ შორის ვალერიან ცერცვაძის მიერ პირადი ქონების აიტექნიკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვაზე ვალერიან ცერცვაძე და აიტექნიკის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ. მე რომ ბატონ ბიზნეს არ ეთქვა რომ და მართლა არ დაგვეჭერებინა ჩვენ რომ მართლა ბიზნესმა დაისვენა და აღარავინ აღარ შეეხებოდა ბიზნესს. ჩვენ ფულს რაღაცა ორი კაპიკი ქონდა თუ რაღაცა ეხლა ბატონ ბიზნესთან შედარებით წავიდებით და სხვაგან ჩავდებით, ცოტა გვექნებოდა შემოსავალი, მაგრამ სტაბილური, ხო? მაგრამ ჩვენ დაუჭერეთ ბატონ პრემიერს და ჩავდეთ საქართველოში ფული. და ეხლა გვართმევს თქვენი ცერცვაძე, რომელიც ადრესონდერი იყო და ეხლა თქვენია.
და იქნებ მიხედავთ ამ ადამიანს. თუ ამ ადამიანს თქვენ არ მიხედავთ, ძალიან ცუდად შემოგიტრიალდებათ ეს ყველაფერი. არც ლარი დასტაბილურდება, არც ერთი ბიზნესმენი აღარ შემოვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ესე რომ გავიკეთებთ, ახლა გავჩნდებით და არ ვიტყვით. მთელ ევროპარლამენტარს გავაგებინეთ, ყველა ევროპარლამენტარს გავაგებინეთ ამას რაც გავიკეთეთ, იმიტომ რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, იქნებ ყურები შეიბერტყოს ვიღაცამ, მერე ჩვენს ქვეყანაში რომ ეს ამათ მოუღონ ბოლო.